გახსოვთ მიშა, კაცი, რომელმაც მუხლებზე დაჩოქილი, სიბნელეში გახვეული საქართველო აიღო და გამოათრია სინათლეზე. მან ჩვენ ქვეყანას შეოქმნა ეროვნული ღირსება, მომავლის იმედი და პერსპექტივა. მან შექმნა თანამედროვე საქართველო, ქვეყანა, რომლისაც ჩვენ ხალხს ჯეროდა. აი ამ ლიდერის გატეხვა სურს ქართული ოცნების რეჟიმს, რომელიც მოსკოვის ბატონებისთვის მოქმედებს. ამ პოლიტიკურ კონსპირაციის საქმეზე ასევე ასამართლებენ ჩვენ მეგობარს, გენერალ თემო ჯანაშიას, ნამდვილი ვაჟკაცობისა და ერთგულების კაცს. ამ რეჟიმისთვის მისი დანაშაული საქართველოს მეტისმეტად კარგად მსახურებაა. იმიტომ, რომ სიმართლე საწამლავია ამ პრორუსული რეჟიმისთვის. პრეზიდენტ სააკაშვილის და გენერალ ჯანაშიას გარდა, რეჟიმი ასამართლებს ჟურნალისტებს და ხმაჩახლეჯილ, ქუჩებში ნაცემ იმ კაშკაშა ვარსკვლავებს, რომლებიც ოქტომბრის მოპარული არჩევნების შემდეგ სამართლიანი მომავლის მოთხოვნით საგნებში არიან გამომწვდეულები. მათი დანაშაული არის ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის სურვილი და არა პუტინის მსახურება. მგონია, რომ ეს ფიქრები მხოლოდ ჩემი არ არის. ამგვარად ფიქრობს ყველა, ვისაც ახსოვს, რას ნიშნავს ქვეყნის ნამდვილი ლიდერი. დღევანდელი სასამართლო დიდი ფარსი და პოლიტიკური კონსპირაციაა. ყველა ბრალდება კრემლის მოსაწონად მოგონილი სიცრუეა. ამ ამბავს მხოლოდ ერთი დასასრული აქვს. თუ გვინდა საქართველოს თავისუფლება, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი. მისი თავისუფლება მხოლოდ ერთი ადამიანის სამართალზე არ გადის. ეს ჩვენი ერისთვის პუტინის ბორყილების დამსხვრევაა. ეს ის დღეა, რომელსაც ყველა პოლიტპატიმარი, მიშა, თემო, ზურა გირჩი, ირაკლი, ზია, ჩვენი ახალგაზრდა გმირები ელოდებიან. რეჟიმს ჩვენი სულის გატეხვა სურს. მათ სურთ დავიჯეროთ, რომ ბრძოლა დასრულდა. სინამდვილეში ბრძოლა ახლა იწყება. მიშასთვის, თემოსთვის, ყველა პატრიოტისთვის, საქართველოსთვის. წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ახლობელი გიორგი ჩალაძე.